უბრალოდ ერთ რაღაცას ვიტყვი, როდესაც ეს ქონებები ყველაფერი წაიღეს, მერე დადგა საჭიროება არ ეყოთ და ბოჭორიშვილის ქუჩა ერთი იქა კარგი კაცი ყავდა ჩვენ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის და ეს ქუჩა გადაკეტა ამ უნივერსიტეტმა და შიდა ეზოდ აქცია ქუჩა. სამაგიეროდ ჩვენი ეზო, სადაც ჩვენი უკანა ეზო გახლავთ, გამოითხოვა სერვიტუტი და მიცეს რა თქმა უნდა ვინ ეტყოდათ ვარს და სერვიტუტი დღესაც ადევს მე მუშაობ ახლა მერიასთან, თუმცა იმედი მაქვს ამ კომისიის ძალიან დიდი და ალბათ ერთდროულად მოხდება ეს ყველაფერი. ახლა იქ ამ სპორტულ მოედანზე მოაწყო ავტოპარკირებები. ფაქტიურად ჩვენი 22,000 სტუდენტი სპორტული მოედნის გარეშეა. გვაქვს 3 სპორტული დარბაზი დახურული სტილის, მაგრამ ყველა სტანდარტით ესეთი აღჭურვილი სტადიონი, ფეხბურთის სტადიონი არ ქონდა, ერთი ქონდა და ისიც მან წაიღო და მოაწყო ავტოპარკირება და პარკირებაზე ისე ვერ შედის, ვიტყოდ იქედან თვითონ თავის ტერიტორიიდან დაკეტა შიდა ეზოდ აქცია, ქუჩა როგორც გითხარით და იყენებს ჩვენს ეზოს.